Global Motors-ში და დღეს ავტოპოლოში წარმოგიდგენთ Toyota Prius C-ს, რომელიც გამოსულია 2013 წელს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ორიგინალურ ავტომობილში ვზივარ. ესე იგი, სათავსოები აქვს რაღაც მართლა უამრავი. აი, აქაც გვაქვს აგრეთვე ხელთათმანების ყუთი. ყველა ძალიან რაც მომეწონა, ეს არის საჭე. Ну, ცუდია, რომ ელექტრონულად არ მოძრაობს, მაგრამ მაინც შეგვიძლია მოვირგოთ და დავაყენოთ ჩვენთვის სასურველ პოზიციაზე. ახლა რას მინდა ხაზი გაუსვა. უბრალოდ მანქანას ვქოქავთ. მე გადავატრიალე გასაღები და უბრალოდ აინთო მაჩვენებელთა დაფა. ვერც მივხვდი, რომ მანქანა დაქოქილია. ამას მივხვდებით, როდესაც უბრალოდ გადავრთავთ დრაივზე, აუშვებთ მოხვროს ფეხს და ავტომობილი გაგორდება. ძრავიც იწყებს მოქმედებას. ანუ ძრავი იქოქება იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრო ძრავს უჭირს. სარკეები აქვს ცოტათი პატარა, შეიძლება უფრო დიდი სარკეების გაკეთებაც. მაგრამ ალბათ ეს უფრო აეროდინამიკას შეუშლიდა ხელს. არა უშავს, მაინც კარგია, ეს სარკეც გვაქვს ცოტათი პატარა. ნახოთ ახლა მოძრაობაში ეს ავტომობილი. მე რაც წავიკითხე, ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, რომ ამ ავტომობილს აქვს უმაღლეს დონეზე აყვანილი აეროდინამიკა. ანუ ტრასაზე წვაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ავტომობილი კარგად უნდა ჭრიდეს აერს. ახლა ნახოთ მის სირბილეზეც გეტყვით, თუ რამდენად რბილად დადის. ახლა ოდნავ მესმის ხმა და ეს ხმა არის ძრავის. აი, ახლა უკვე გაითიშა. ძრავი გაითიშა, ახლა სრულად ელექტრო. აი, ხა ისევ ამოიქოქა. ანუ თვითონ ხვდება ეს ავტომობილი, ანუ როცა თქვენი აკუმულატორი იწყებს დაჯდომას, ანუ მარცხენა ძრავი, რომელიც არის ჰიბრიდული, ეგრევე იწყებს მოქმედებას უკვე მარჯვენა ძრავი, რომელიც არის ბენზინზე და ის არის პატარა 4 ცილინდრიანი. ცხენები არ გვაქვს ბევრი. ცხენებზე გეტყვით, რომ დაახლოებით 80 ცხენამდე აქვს, მაგრამ ყოფნის. და რას მინდა ხაზი გაუსვა, 80 კმ/სთ თუ თქვენ მიდიხართ და მიუახლოვდება თქვენი სპიდომეტრი 80 კმ/სთ, ჩვენ ამ შემთხვევაში მილები გვაქვს, იწყებს უკვე ბენზინის ძრავი მოქმედებას. მანამდე მუშაობს ელექტროძრავი. 80 ზევით ბენზინის ძრავი ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის წვა მოიმატებს. ავტომობილის წვა მოიმატებს იმ შემთხვევაში, ახლა ტრასაზე 80-ით შეიძლება დისკომფორტი იყოს. შეიძლება და უფრო კომფორტული სავარძლის გაკეთებაც, მაგრამ ცუდი არ არის. აი შორმანძილზე მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრი ფუნქცია აქვს ამ ავტომობილის სავარძლის ზევით, მოძრაობას, აზოტის. ნუ ეს Camry არ არის, ეს არის Prius-ი. წინა მოდელს შევადარებ, წინა მოდელს. რაღაცა ის მანქანა შეიძლება უფრო კომფორტული იყო და უფრო შეიძლება რბილი, მაგრამ ეს უფრო პატარაა, ეს უფრო კომპაქტურია და დიზაინით მინდა ხაზი გაუსვა, ეს უფრო ლამაზია. მე უფრო მომწონს. ის მანქანა რაღაც უფრო ძველებურ უთოს გავუწევთ, სახელური აქვს და ზევით, სწორედ. აი, აქ უკვე დიზაინერებმა იმუშავეს, ძალიან მომეწონა კანაფარებით. როდესაც მით უმეტეს გაბარიტები გინთიათ, თქვენ ძალიან ლამაზია ყურადღებას იქცევს. ეგრევე ეს ავტომობილი რაღაცა უცხოხილია. მით უმეტეს თბილისში ესეთი მანქანა ბევრი არ დადის. და მე მგონი უნდა მორჩეს ის დრო და რაღაცა ეს მარიაჟული მომენტები, რომ აუცილებლად უნდა 6 ლიტრიანი ძრავით იმოძრავო ქალაქში და უნდა გედგეს გაზის ბალონი. შეიძლება თუ რამეს ვამბობ და ბევრს სკულზე მოხვდა და მაგაშიც არის ბევრი ადამიანი შემეგამათება, რომ აი მე მაგალითად ეს მოდელი მომწონს და თუ მაგალითად დიდი ძრავი არ აქვს, ესე მანქანას მოღამი არ აქვს, მაგრამ მაინც ეკონომიურობაზე ფიქრობენ და ეკონომიურობას უსვამენ ხაზს და აყენებენ საბარგულში გაზის ბალონს, იქ ძრავში ჩარევა მინდის რაღაცა. მე არ მიყვარს საერთოდ გადაკეთებული და ხეშად რო ვთქვათ, ნაჩალი-ჩარი მანქანი. სიარული მე მერჩევნია ძრავი იყოს მწყობში, იყოს ქარხნული. აი ამ შემთხვევაში ორი ძრავი გვაქვს, ერთი ჰიბრიდი, მეორე ჩვეულებრივი ბენზინის 4 ლიტრიანი ძრავი.
მოცულობა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს დიდი, ეს არის 1.5 ლიტრი. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ არ იყოს ელექტროძრავი, მაინც 1.5 ლიტრი მაინც ძალიან ეკონომიურია. და ერთი რაღაცა კიდე აქ გვაქვს რეჟიმი ეკო. აი, როდესაც ეკოს ვაჭერთ, ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის წვას და უკვე ეკო ნიშნავს, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურ მოძრაობასაც, ანუ დამონაბოლ ქვით სტანდარტებთან შესაბამისია და დამონაბოლ ქვით უკვე ნაკლები გვაქვს. ადრე ძველ მოდელებში ისე იყო მაჩვენებელთა დაფარო გვერდით ჯდომი ვერ ხედავდა. აქ მე მგონი უკვე ყველა ხედავს. აი თუ ამ კამერაში ჩანს, ესე იგი გზავრიც კარგად ხედავს ამ ყველაფერს. წეთის ტრასაზე ძალიან სასიამოვნოა ამ ავტომობილის სიარული. კომფორტულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი არის ამ ავტომობილის აეროდინამიკა. სამზეური კარგია, ყველაფერი არის უბრალო. აი ეს ტორპედოც კი არის ჩვეულებრივი პლასმასი, ჩვეულებრივი 50 მილით მივდივარ. აქ არის D და არის კიდე აგრეთვე P რეჟიმი. აი ამ შემთხვევაში ბოლომდე დავაჭირე აქსელერატორს. მაინც უჭირს. რაიოზე უფრო მიწის ეს მანქანა 70 მილი მთელი 6-ზე გაამრავლეთ და ერთობით რამდენია ესეთი საჭე დიზაინშიც ალბათ აქ ცოტა ცვლილება შეიტანეს. აქ მარჯვენა მხარეს, საჭის მარჯვენა მხარეს ჩვენ გვაქვს დისპლეი, ანუ მენიუს კონტროლი. აქედან შეგვიძლია შევიდეთ, ნახოთ ავტომობილის წვა, ძრავის მდგომარეობა, ზეთის გამოცვლის დრო და აი ყველაფერი და ეტაპობრივად ეს ყველაფერი არის დაპროგრამებული და ავტომობილი გახსენებს ამ ყველაფერს, ანუ როდის გიწევთ სერვისი, საჭეზე არის ყველა მონაცემი, აგრეთვე გვაქვს აი ქვედა ღილაკს თუ ხედავთ, ეს არის დროის კონტროლი, ანუ ჩვენ აქსელერატორს აუშვებთ ხელს და ამით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ავტომობილის სიჩქარე. ერთი ღილაკის დაჭერით ჩვენ დავრჩებით იმ კილომეტრზე, თუ რომელზეც გსურს. აი მაგალითად ავიღოთ 50 მილზე, დავაჭერთ და 50 ივლისს ავტომობილი. და აქ მოგეთქვით, რომ 3-დან 4 litrამდე ჩვეულებრივ ქალაქში მოძრაობისას. წეგან ვახსენე 80 კილომეტრის ზევით ირწება უკვე ბენზინის ძრავი. ან იმ დროს, როდესაც უკვე ჭდება აკუმულატორი. ეს რას ნიშნავს? ტრასაზე შეიძლება მანქანა უფრო მეტი დაგიწვათ. ანუ ტრასაზე შეიძლება 6 litrამდე წავიდეს. ანუ მოგით უმეტეს თუ თქვენ მარტო არ ხართ და გზავრებით არის ეს ავტომობილი დატვირთული. მაგ შემთხვევაში ოდნავ მოიმატებს. მაგრამ მე მგონი 1 ლიტრზე და ლიტრ-ნახევარ ბენზინზე არ ღირს აქ ვაჭრობა, რადგან ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე კომფორტისთვის და ეკონომიისთვის არის შექმნილი.
უკანა მხარე და ეს ფარები და მინდა გითხრათ რომ ამე არის ის ძალიან ლამაზი. ეხლა ჩავხედოთ საბაგოს. როგორც ხედავთ, მისი მოცულობა არც ისე პატარაა. მას მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს კვედი, რომელიც შეგვიძლია აგრეთვე საბაშოს ხარჯს დავამატოთ და უკანა მგზავრები ისარგებლებენ და აი ესეთი დაფა. რომელზეც შეგვიძლია უბრალოდ სუმუქი პარკი დავაწყოთ. მაგრამ როდესაც გვაქვს დიდი პარკი, ამერ ვატოთ, შეგვიძლია საბაგოს მოცულობა უბრალოდ გავზარდოთ. დავავითათ აი ასე. კმ/სთ-იან ზოლში, მარჯვენა ზოლში. და აქვე აუდიო სისტემაც მაინტერესებს, როგორც ყოველთვის მე მაინტერესებს მისი ხმაო. არა უშავს. ცუდი არ არის, ჩემი დასაწუნი რა აქვს, მაგრამ რამდენი დინამიკი აქვს, დაახლოებით 5 მინიმუმ, რაც დავთვალე. ძალიან მომეწონა ამ ავტომობილის საბარგული, საკმაოდ ტევადია, მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა, კარგად არის დამალული სათადარიგო საბურავიც. დაბლა, ეს ზონისთვისაც ძალიან კარგია. კარგად არის ყველაფერი გათვლილი და ძალიან ბევრი სათავსო. უბრალოდ ეს საფოლის ჩასადები ვერ ვიპოვე. აი გვაქვს რამდენიმე ადგილი რაღაცების დასაწყობად. ორი ცალი დიდი ჭიქის დასადები და ნუ ეს პატარა ხელის დასადები, ნუ ცოტა უკან არის. ეძლება და უფრო წინაც, რომ უფრო კომფორტულად იქნათ თავისუფლად უყარს აი ესე ჯდომა. ეს უფრო ალბათ ამერიკულ მანქანებში, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ დიდ კადილაკს, რაღაც ყავის სალონს, მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ხელი ძალიან კომფორტულია სიარული. ახლა შეგვიძლია მარცხენა მხარესაც დავაყენოთ და მარჯვენა ხელით ვატაროთ ეს ავტომობილი. აგრეთვე ძალიან ახლოს გვაქვს ტელეფონის ღილაკებით. ჩვენ არ მოვხსნით ხელით არ ვასრულებთ ტელეფონს, საჭესთან საუბარი იცით რომ არ შეიძლება. ფასზე გეტყვით, Global Motors-ში იცით საახალწლო ძალიან დიდი ფასდაკლებებია. ეს ავტომობილი სადღაც 12-13,000 დოლარის პარკლებში მერყეობს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის 2013 წლის მოდელი. სულ რაღაც 2 წლის ავტომობილისთვის მე მგონი საკმაოდ კარგი ფასია. თქვენ აქვს საშუალება მეორე მანქანასაც იყოლიებდა ადამიანი, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ოჯახური ავტომობილი. რა თქმა უნდა, მანქანოსნებისთვისაც მისწრებაა, ყველას უნდა დღეს ეკონომიურად სიარული და ძალიან კომფორტულია მანქანოსნებისთვის. და ყველაზე მთავარი კიდე ის რომ ვარ ადამიანურად მარცხნივ და არა მაგალითად მარჯვნივ როგორც არის რაც არის ცოტა დისკომფორტი დღეს. მე როგორც გავიგე კიდე სხვა ფერებსაც ელოდებიან Global Motors-ში. შეგიძლიათ მოგთანდეთ, ნახოთ, დაათვალიეროთ. რომელიც ახალი დამძარი ესაჯესთან ყოველთვის ავიწყდება ბენზინის ჩასხმა და სანამ არ გაუთავდება ვერ ხდებოდა და აი ამ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ მადლობსნებო რომ თქვენ ნამდვილად შეიძლება დაგავიწყდეთ თუ როდის ჩაასხეთ ბენზინი რადგან ძალიან ეკონომიურია ეს 3 ლიტრი გათვალთ 3 ლიტრი 3-4 ლიტრი 3-4 ლიტრი დღეს უკვე არის თითქმის 5 ლარი და 5 ლარად 100 კილომეტრი გაიარო. მიხდით ხო? რაც გავიფიქრე. მე დავბრუნდი. შემდეგი შეიძლება იყოს Bentley-ც. ასე იგი ბავშვობაში სულ მქონდა ოცნება რომ ეტარებინა ტროლეიბუსი, დენის მანქანა, როგორც ბავშვები ეძახიან. ესეთ შეგრძნება მაქვს ეხლაც რომ მე ვატარებ
ტროლეიბუსი. და კიდე ერთი ნიუანსი, როგორც კი ავტომობილი დავაპარკინგე, კარი გაიღო. როდესაც ავტომობილს გადმორთავთ, პრაივზე რომ და დაიძრათ, ავტომობილი ჩაიკეტა. რაღაც ვარიანტში მე მგონი ესეც კარგია. და ესევე ჩუმად see you დაგვიწერა, შევხვდებითო. მომავალ შეხვედრამდე. აბა, დროებით.